საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყაზახეთში შეხვედრები პირისპირ და გაფართოებული ფორმატებით ყაზახეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს არჩევნების შედეგები მიულოცა. მხარეებმა ურთიერთობის ახალ პერსპექტივებზე ისაუბრებს. კავშირი კი ორ ქვეყანას შორის ბევრ სფეროში არსებობს. როგორც მასპინძელი სახელმწიფოს ლიდერმა აღნიშნა, ყაზახეთის მტკიცე გადაწყვეტილებაა რეგიონული დაკავშირებადობის გაფართოვება და ამ პროცესში საქართველოს როლი მნიშვნელოვანია. პრემიერ-მინისტრს თან ახლავს საგარეო ეკონომიკის და ინფრასტრუქტურების მინისტრები ნინო არღლიანი ვიზიტის შესახებ ასტანიდან. პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩვენ უკვე მოვისმინეთ ოფიციალური განცხადებები საქართველოს პრემიერისგან და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრისგან. მხარეები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლობა წარმატებულ მაჩვენებლებს აჩვენებს სხვადასხვა მიმართულებით და ძირითადად ეს არის ეკონომიკა და სავაჭრო საკითხები, არსებობს სივრცე, სადაც ურთიერთობების გაღრმავება შესაძლებელია. სწორედ ამიტომ ორი ქვეყნის ლიდერი, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დღეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობენ გაღრმავებაზე შეთანხმდა. პრემიერ-მინისტრმა ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის დედაქალაქში მაღალი დონის შეხვედრით დაიწყო და ასე გაგრძელდება ხვალაც, რადგან ხვალ ირაკლი კობახიძეს და მთავრობის წევრებს უკვე ყაზახეთის პრეზიდენტი უმასპინძლებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველ ოფიციალურ ვიზიტს ყაზახეთის რესპუბლიკაში მაღალი დონის შეხვედრებით იწყებს. ასტანაში ირაკლი კობახიძის მასპინძელი დღეს კოლეგა პრემიერი იყო. დახურულდა გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის წარმატებულ მაჩვენებლებზე იმსჯელეს. ყაზახეთმა საქართველოში ბოლო წლებში 620 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ კი გასული წლის განმავლობაში 922 მილიონი დოლარი შეადგინა. იზრდება მაჩვენებლები ტურიზმის სფეროშიც. ეკონომიკა, პოლიტიკა, სოფლის მეურნეობა, განათლება, კულტურა და სპორტი. ამ საკითხების გარდა შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა შუა დერეფნის პროექტი იყო, რომელიც აღმოსავლეთის და დასავლეთის დაკავშირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. დღესვე ითქვა, რომ ტვირთბრუნვა ბოლო რამდენიმე წელიწადში 62%-ით გაიზარდა. პირველ რიგში გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას. გისურვებს წარმატებას ამ საპასუხისმგებლო პოსტზე. საქართველო არის ყაზახეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი. ამ მხრივ აღსანიშნავია პოზიტიური ტენდენციები ინვესტიციების მხრივ. როგორც ყაზახეთი, ისე საქართველო წარმოადგენს ტრანსკონტინენტური სატრანსპორტო დერეფნების სასიცოცხლო მნიშვნელობის რგოლს და გვთავაზობს ევროპისა და ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დამაკავშირებელ ეფექტიან მარშრუტებს. სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაზე. ყაზახეთის მტკიცე გადაწყვეტილებაა რეგიონული დაკავშირებადობის გაფართოება და შესაბამის ინფრასტრუქტურისა და პირობების სისტემური გაუმჯობესება. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში და ვითვალისწინებთ მის სტრატეგიულ სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალს ჩვენი საერთო განვითარების გეგმის ფარგლებში. გამოვხატავთ მადლიერებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამო საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ყაზახეთი არის საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული და სწრაფად მზარდი ტურისტული ბაზარი. შესაბამისად, გამოვხატავთ მზადყოფნას განვაგრძოთ თანამშრომლობა ყაზახურ მხარესთან ტურიზმის სფეროში. გვაქვს შესანიშნავი საინვესტიციო კლიმატი, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები, ასევე წვდომა ძირითად საერთაშორისო ბაზრებთან. საქართველო დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით, ინვესტიციების მოზიდვის მიმართ და მიესალმება ყაზახ ინვესტორებს. მიზანშეწონილია ძალისხმევის გააქტიურება შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. საქართველოს აქვს შესაძლებლობა იყოს დამაკავშირებელი რგოლი ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ასევე ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. დაკავშირებადობის საერთაშორისო მარშრუტები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვიქცეთ ევროპასა და აზიას შორის ციფრულ ცენტრად. დაკავშირებადობის ფუნქციის აღდგენის ამბიციურ გეგმაზე პრემიერ-მინისტრმა ყურადღება შეხვედრის შემდეგაც გაამახვილა. ირაკლი კობახიძემ ამ პროცესში ყაზახეთის როლის გარდა ისაუბრა იმაზეც, რომ ქვეყნებს აქვთ პოტენციალი თანამშრომლობა კიდევ უფრო წარმატებული გახდეს. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომ მაქსიმალურად აღვდგენოთ ჩვენს ქვეყანას მისი ისტორიული ფუნქცია, ეს არის დაკავშირებადობის ფუნქცია, სატრანზიტო ფუნქცია და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკური სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. მთავრობის მეთაური და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ყაზახეთის დედაქალაქში გამართული შეხვედრები დიდი ბიძგი იქნება ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისთვის. დარწმუნებულები არიან იმაშიც, რომ ყაზახეთს აქვს დიდი პოტენციალი იყოს საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ქვეყანა.
ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებზე და საინვესტიციო პროექტებზე მოლაპარაკებები ეკონომიკის სამინისტროს გააჩნია ყაზახურ მხარესთან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მძარდი ტენდენცია, რომელიც საქართველოში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების კუთხით ყაზახეთიდან გვაქვს, მომავალ წლებში შენარჩუნდება, განსაკუთრებით ჩვენ ველოდებით 26-27 წლებიდან იმ პროექტებში ინვესტიციებს, რომლებზეც ახლა მიდის მუშაობა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კოვიდის, ასე ვთქვათ, პერიოდის გათვალისწინებით და შემდგომში უკვე უკრაინის ომიდან გამომდინარე დერეფანი მზად დახვდა გაზრდილ ტვირთბრუნვას. ყაზახეთს გააჩნია უდიდესი პოტენციალი, რომ იყოს საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ქვეყანა აგროსასუსტო პროდუქციულ და ზუსტად ასეთი ტიპის ურთიერთობები აძლიერებს კიდევ უფრო მეტად იმ შესაძლებლობებს, რომელიც ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობას გააჩნია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია. მთავრობის მეთაური ასტანაში ვიზიტს განაგრძობს. ხვალ ირაკლი კობახიძეს და დელეგაციის წევრებს ყაზახეთის პრეზიდენტი უმასპინძლებს.